გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემს YouTube არხზე. დღეს დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი, სადაც უნდა გაჩვენოთ როგორ ვუვლით მას და როგორ ვიყენებ Dyson-ს იმისთვის, რომ ლამაზი ვარცხნილობები გავიგეთო ხოლმე. დღევანდელი შედეგი არის ესეთი, ამიტომ თუ გაინტერესებთ, აუცილებლად გააგრძელეთ ყურება და რამდენიმე ხრიკს გასწავლით იმისთვის, რომ ძალიან ლამაზად დაივარცხნოთ ხოლმე თმა Dyson-ის გამოყენებით. ხედავთ დღეს ახალი ვარცხნილობით დავბრუნდი, ჯერ კიდევ ვეჩვევი წინამოს, იმიტომ რომ დიდი ხანი აღარ მქონია უკვე. ვიღებ რომ მიპოვო სხვადასხვა ხერხები, როგორ დავიყენო ლამაზად დღეს Dyson-ისადე და საკმაოდ მაყურებელი ვარ შედეგით. მე ვფიქრობ ძალიან ლამაზი გამოვიდა. და დაგვეხმარება Dyson-ით მის დახვევაში. ელა. მოგეთ, ჩემი Dyson-ი ესე გამოიყურება, ესეთი ფერის არის. ძალიან მომწონს, სხვათა შორის, ამაზე მეტად არც ერთი ფერი არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ახლებს გამოვიდა საკმაოდ ლამაზია. შევიძინე Elite Electronics-ში და არის ევროპული ვერსია. სამწუხაროდ, რაც ამერიკაში წავედი, ვეღარ ვიყენებ ამერიკაში, იმიტომ რომ სხვადასხვა ვოლტაჟი არის ამერიკული და ევროპული. და ვფიქრობ, რომ არ ღირს გარისკვა, თუ ძალიან დიდი ფასდაკლება არ არის, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი თბილისში იყენებენ გადამყვანებით ამერიკულ ვერსიებს, მე მაინც ვერ გავრისკე და ამერიკაში მოკლედ არ ვხმარობ Dyson-ს და სანამ თბილისში ვარ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყოველთვის როდესაც მას ვიყენებ, დავიყენო Dyson-ით, იმიტომ რომ არის ძალიან კომფორტული, ულამაზესად აყენებს თმას და ყოველ შემთხვევაში ჩემი თმისთვის ძალიან კარგია. ჩემი არის Dyson Airwrap, რომელსაც მოყვეს თუ არ ვცდები 5 სხვადასხვა თავი. აქედან 2 არის ესეთი ფორმის, ესეთი და მეორე არის ცოტა უფრო სქელი, უფრო სუბუქი ხვეულებისთვის. მე მაინც უფრო წვრილს ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ საკმაოდ მალე ვარდება, ესე ვთქვათ, დახვეული თმა და უფრო დიდხანს რომ გაძლოს, მირჩევნია რომ თავიდან ცოტა უფრო კვეთრი ხვეულები მქონდეს. ასევე მოყვა ესეთი გვალი სავარცხელი. ეს არის უშუალოდ თმის გასაშრობად. დახვევის სხვადასხვა მეთოდი არსებობს Dyson-ით და მინდა რომ რამდენიმე ვარიანტი განახოთ. ზირთად სხვადასხვანაირად ვიკეთებ ხოლმე ხასიათის მიხედვით, მაგრამ ერთი არის ყველაზე მეტად, რომელიც მიყვარს და ამასაც განახეთ. ხება თმის მოვლას, ალბათ უკვე ნახეთ, რომ თმაზე არაფერს არ ვიკეთებ, უბრალოდ შამპუნს და ბალზამს ვხმარობ. ზოგადად ძალიან ცხიმიანი თმა მაქვს და ამიტომ ზედმეტი პროდუქტების გამოყენება დიდად არ მიყვარს. ძალიან მარტივად ემორჩილება, მოკლედ ჩემი თმა დავარცხნას. შესაბამისად, ესეთი ხვეულებიც, რომელსაც Dyson-ით ვიკეთებ, საკმაოდ დიდხანს მიძლებს ხოლმე და მაშინაც კი როცა ვარდება და უკვე შედარებით შემსუბუქებულია ხვეულები, მაინც ძალიან ლამაზად დგას. პირველ რიგში დაბანილ თმას კარგად გავიმშრალებ. შემდეგ ვიშრობ დაახლოებით სავარაუდოდ ან 80-90% თმის უნდა იყოს მშრალი. ამ თავაკს ჩვეულებრივად ვამაგრებ. ასევე Dyson-ს აქვს სხვადასხვა ტემპერატურა და სხვადასხვა ინტენსივობა, რომელსაც თქვენვე არეგულირებთ. მე თმის გასაშრობად ვიყენებ ყველაზე მაღალ ტემპერატურას და ყველაზე მაღალ ინტენსივობას. თმა უკვე თითქმის ბოლომდე მშრალია. ახლა გავიყოფ ორ ნაწილად, თუმცა გააჩნიათ თქვენი თმის სისქეს. იმ შემთხვევაში თუ ძალიან სქელი თმა გაქვთ, შეიძლება რომ უმჯობესი იყოს თუ გაიყოფთ 3 ნაწილად მაგალითად. ჩემს შემთხვევაში 2 ნაწილი სავსებით საკმარისი არის ხოლმე. ამიტომ ესე ავიწევ დაახლოებით წარბის გასწვრივ. რიგში მივხედავ წინამოს, იმიტომ რომ რაც უფრო შრება, უფრო რთული იქნება მისი დამორჩილება. გამოვიყენებ ამ სავარცხელს. შუა ნაწილს ამ მიმართულებით, ესე დავიხვევ და გვერდებს პირიქით. განახებთ ახლა. ასევე წინამოს შემთხვევაში ცოტა უფრო დაბალზე ვაყენებ ხოლმე ინტენსივობასაც და ტემპერატურასაც. ესე გამოიყურება ჩემი წინამო.
ცოტა დავარდება ეხლა კიდევ და უფრო ლამაზი იქნება და ამასობაში უკვე მივხედოთ ქვედა ნაწილს თმის. დავამაგროთ ეს თავი და ეხლა განახებთ რამდენიმე ვარიანტს თმის დახვევის. გააჩნიათ თქვენ როგორი ტიპის ხვეულები გსურთ, უფრო მკვეთრი, უფრო მოშვებული, რა მიმართულებით გინდათ, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სახისკენ თუ სახის მოპირისპირო მხარეს და მოკლედ განახებთ ეხლა როგორ ვიხვე ხოლმე ძირითადად მე. ესეთი ზომის სექციას ავიღებ, აი თვითონ აი ამ თავაგსაც აქვს ორი სხვადასხვა მიმართულება, რომელიც შეგიძლიათ რომ თქვენვე აირჩიოთ. ჩემ შემთხვევაში აი ეს მიმართულება არის ყველაზე კომფორტული და როგორც ხედავთ, თავისით ეხლა ჯობზე. დაახლოებით 15 წამის განმავლობაში ცხელ ჰაერზე, ანუ მაქსიმალურად მაღალ ტემპერატურაზე და ინტენსივობაზე მექნება ჩართული. 15 წამის შემდეგ უკვე აი ამ ღილაკს ავწევს ზევით. ზევით როცა აწევთ, ციფ ჰაერს უბერავს, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ დაიფიქსიროთ ხვეული და მაქსიმალურად დიდ ხანს გაწლოს. მზად არის, შეგიძლიათ პირდაპირ ისე ჩამოწიოთ და ესეც ჩვენი ხვეულა. ამ შემთხვევაში ეს არის სახის მიმართულებით, ანუ როგორც ხედავთ, ესეთი მიმართულება აქვს და აქეთ მხარეს ვნახოთ უკვე პირიქით. ესე გამოიყურება მეორე მხარეს. ორივე მიმართულება ძალიან ლამაზი არის, თუმცა რადგან ქვედა სექცია განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მიმართულებით დაიხვევთ, უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭეთ ზედა ნაწილს, იმიტომ რომ უფრო მეტად მაინც ისჩენს ხოლმე. ასევე განახებთ მეორე ხერხს, რომელსაც ვიყენებ ხოლმე თმის დასახმევად, როცა არ მინდა განსაკუთრებულად ძლიერი და მკვეთრი კულები, ასე რომ ვთქვათ. ამ შემთხვევაში, როცა მინდა უბრალოდ აპრეხილი და დავარცხნილეს ტიპის თმა, ესე ვაკეთებ ხოლმე. მხოლოდ ქვედა ნაწილზე დავიჭერ ესეთი მიმართულებით რამდენიმე წამის განმავლობაში. და შემდეგ ისევ ცივი ჰაერი. ესეთი ვარიანტი გამოდის ესეთ შემთხვევაში. ესეც ძალიან ლამაზი არის და თუ არ გინდათ რომ ზედმეტად სადღესასწაულოდ გამოიყურებოდეთ და თუ არ მოგწონთ ძალიან დახვეული თმა, ამ შემთხვევაში ეს მეთოდიც ძალიან ლამაზია. ესეთი შედეგის მიღწევა შეგიძლიათ ესეთი მრგვალი სავარცხლითაც, თუმცა ჩემთვის ეს ბევრად კომფორტული არის და ძირითადად ყოველთვის ესეთი თავაგით ვიკეთებ ხოლმე. გავაგრძელებ ახლა ისევ დახვევას. ასევე იმისთვის რომ თმას უფრო მეტი მოცულობა გქონდეთ, შეგიძლიათ სხვა მიმართულებით დაიხვიოთ ხოლმე სხვადასხვა სექციები. მაგალითად ეს არის ესეთი მიმართულებით, ხოლო უკანა ნაწილი არის პირიქით, ანუ სახის საწინააღმდეგო მიმართულებით. ამ შემთხვევაში ასე უკვე დაივარცხნით თმას, უფრო მოცულობითი იქნება და უფრო ბუნებრივი ეფექტი ექნება, იმიტომ რომ ყველა ღერი ეს და იგივე მიმართულებით არ მიდის. ქვედა ნაწილი დასრულებულია. ეს კულები წესით უნდა დაიშალოს, თუმცა ვაცდის სანამ ზედა ნაწილსაც არ დავასრულებ და შემდეგ უკვე თითებით ჩამოვივარცხნი. არ შეგეშინდეთ თუ ძალიან მკვეთრია, იმიტომ რომ ამას მოვუვლით უბრალოდ იმისთვის რომ კარგად დაждდეს და დიდი ხანი გასულს კულებმა უმჯობესი იქნება ვაცადოთ გაციება. ასევე რაც უფრო პატარა სექციებს აიღებთ, უფრო მკვეთრი იქნება თქვენი ხვეულები, მაგრამ ჩემს შემთხვევაში 4 სექცია სავსებით საკმარისია ხოლმე. ახლა გადავალ უკვე ზედა ნაწილზე. ზედა სექციებს ყოველთვის ვიხო ხოლმე სახის საპირისპირო მიმართულებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო ლამაზი არის ჩემს სახის ფორმაზე, თუმცა რა თქმა უნდა გააჩნიათ თქვენ როგორ უფრო მოგწონთ. ესეთი ზომის სექციას ავიღებ. და როგორც ვთქვით, ისევე დავიხო ზევით. უბრალოდ ამ შემთხვევაში თმა მიჭირავს ზევიდან, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ესე უფრო მეტად აქვს ხოლმე მოცულობა და რადგან ზედაფენა არის უფრო მეტად მინდა რომ მოცულობა გქონდეს და ამიტომ ხელი ესე მიჭირავს, თუმცა ჩვეულებრივად როგორც ქვედა დავიხუიეთ, ისევე შეგიძლიათ გაიგეთოთ ზედა ნაწილიც, თუ თქვენთვის დამღლელი არის ესე ხელის დაჭერა.
ესე გამოიყურება დახვეულითმა და ახლა უკვე თითებით დავიშლი ცოტა ხვეულებს, რომ უფრო ბუნებრივი ვიზუალი გქონდეს. ესე გამოიყურება დასრულებული პროდუქტი. ამ ეტაპზე უკვე შეგიძლიათ წაისვათ ზეთი ან თმის ლაქი იმისთვის, რომ დაიფიქსიროთ ხვეულები, თუმცა მე ესე ბუნებრივად მირჩევნია ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანში ვიცი, რომ დავარდება და აღარ ექნება ესეთი მკვეთრი ხვეულები, მაინც ძალიან ლამაზი მარცხნილობა გამოდის ხოლმე. იმედია, რომ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. თუ რაიმე შეკითხვები გექნება, დაუცხრებლად დამიწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ. და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ინვესტიცია არის Dyson-ი ყოველ შემთხვევაში ჩემი თმისთვის. არ დაგავიწყეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, იმიტომ რომ მომავალში ძალიან საინტერესო ვიდეოებს გვხვდებით, ხოლმე უკვე ამერიკაში ვბრუნდებით და შესაბამისად ისევ ნიუ-იორკიდან დაგიბრუნდებით ხოლმე ახალი ვლოგებით, ახალი ტუტორიალებით და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ყურებისთვის და შეხვედრამდე.